დღეები რჩება საბოლოო გადაწყვეტილებამდე 9 თვის თავზე ცნობილი უნდა გახდეს ამ რეზონანსული საქმეების შესახებ განაჩენები, მათ შორის არის იმ 8 პირის საქმე, საიდანაც ერთ-ერთს ვეფხია კასრაძეს იცავთ თქვენ. გითხარით რამდენიმე დღით ადრე როგორ გგონიათ განაჩენი არის თუ არა უკვე გამოტანილი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ ამ საქმეებზე განაჩენი თავიდანვე იქნა გამოტანილი, როცა ეს ადამიანები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულების, არგუმენტის გარეშე პასუხისგებაში იქნენ მიცემული სრული პასუხისგებლობით ვამბობ როგორც ადვოკატი, რომ წინასწარი პატიმრობა, რაც ამ ადამიანებს დაახლოებით 9 თვის წინ შეეფარდათ, იყო ყოვლად დაუსაბუთებელი და საქართველოს კანონმდებლობას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ არანაირი არგუმენტი იცით დანაშაულის სახეზე არა გვაქვს და შესაბამისად ეს ადამიანები არათუ გამოწყნებელი განაჩენი არ უნდა იქნეს მათ მიმართ გამოტანილი, არამედ წინასწარ პატიმრობაშიც კი არ უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც უკვე 20 წელზე მეტი პროფესიული პრაქტიკა მაქვს და გამოიარე წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც და ხედავ, რომ როდესაც ესეთ ტიპის საქმეებზე პოლიტიკური მდგენელი აქვს ადამიანების დაკავებას და პოლიტიკური სისტემა მიზნად ისახავს ადამიანების უკანონო ციხეში გამომწყდევას, სამწუხაროდ მათ აქვთ ბერკეტები სასამართლოზე გავლენის მოხდენის და შესაბამისად იქ უკვე სამწუხაროდ იურიდიული არგუმენტები აჭრიდება. ამიტომ მე მოსამართლეს ბოლო პროცესზე პირდაპირ ვუთხარი, რომ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით ამ მოსამართლემ პროფესიულად დაინახა თუ არა ამ ადამიანების დანაშაულებრივი. ამ არგუმენტი არ არის, მტკიცებულება არ არის, ამიტომ არათუ მოსამართლე, არამედ პირველი კურსის სტუდენტიც სულად დარწმუნდებოდა, რომ აქ არ არის საკმარისი საფუძველი დანაშაულის დასადგენად. მაგრამ მაქვს მეთქი კითხვის ნიშანი და ესეც პირდაპირ ვთქვი, იმ პირობებში, როცა ამ საქმეს აქვს პოლიტიკური მდგენელი, როდესაც პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები იმ თავითვე აცხადებდნენ, როგორი მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, აი ამ მოცემულობაში მოსამართლეს ექნება თუ არა ნება და სიმტკიცე და კეთილს ინიციერება, რომ მიუხედავად გარკვეული ზეწოლებისა, მან მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება და უთხრას ხელისუფლებას, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ირის პასუხისგებაში და დანაშაულის დადასტურება არის დაუშვებელი კონსტიტუციურად. ბატონ კახა, გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაშიც ფიქრობთ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება? სიმართლე გითხრათ, ესეთ ტიპის საქმეებზე, როდესაც უფრო ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ არის ხოლმე გამამტყუნებელი განაჩენები და გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში, არ ვიცი, კიდევ ერთხელ მე ყოველთვის ვტოვებ ხოლმე რაღაცა ძალიან პატარა ალბათობას იმისას, რომ მოსამართლემ ასე ვთქვათ ხმა აიმაღლოს პროფესიული გაგებით და თქვას უდანაშაულო რაღაცა მცირე ალბათობას მაგისაც ვტოვებ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ იქნება გამამართლებელი განაჩენი, მე ვფიქრობ ეს უფრო მეტად ალბათ იმით იქნება განპირობებული, რომ სისტემას ამ ეტაპზე შეიძლება არ აწყობდეს ამდენი ადამიანის ციხეში გამომწყდება, ვიდრე იმით, რომ აი ერთმა მოსამართლემ ეს გაბედა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ მინდა 100%-ით ვერ ვიქნები ახლა არ ვიქნები ობიექტური, თუ კი ვიტყვი, რომ ყოველგვარი თეორიული ალბათობაც გამორიცხულია. ესე არ არის. ჩვენ ვნახეთ ამ ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა, რომ ერთ-ერთი პატიმრის მიმართ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ალბათ უფრო მეტად არის. ჩემი ვარაუდია, აქ მე ვერ ვიქნები, ასე ვთქვათ, ობიექტური ჭეშმარიტების ქადაგებელი, მაგრამ ჩემ ვარაუდს ვამბობ, რომ ეს უფრო განპირობებულია ისევ და ისევ სისტემის სურვილით, რომ აი იმ შემთხვევაში შეიძლება ამ შემთხვევაშიც სურვილი იყოს, რომ ეს პირები პატიმრობაში არ იყვნენ წლების განმავლობაში და შესაბამისად ამით იყოს განპირობებული გამამართლებელი განაჩენი, თუ კი ესე იქნება. მაგრამ უფრო მაღალი მოლოდინი ჩვენ თუ რეალობას შევხედავთ, ალბათ იქნება ამ ადამიანების გამტყუნება და რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანები გავიხსენოთ, რომ არიან აქციაზე მათი ბრალის შინაარსი არის, რომ აქციაზე იყვნენ და იქ წინააღმდეგობა გაუწიეს და დააზიანეს ნივთები, დააზიანეს პოლიციელები, ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინეს ძალადობრივი აქტი და ასე შემდეგ. და
აი ამ შემთხვევაში ამ ადამიანების გამტყუნებით ჩემი შეფასებით სისტემას უნდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ან მომავალში იქნება აქციაზე, გაუგზავნოს ძალიან კაფიო მესიჯი, რომ შენ შეიძლება იურიდიულად მე ვერ დაგიმტკიცო დანაშაული, მაგრამ მე თუ მომინდა, ანუ ხელისუფლებას თუ მოუნდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მე შემიძლია შენი ციხეში მრავალი წლით გამომწყდება. ამიტომ ფრთხილად იყავი, ამიტომ სახლში დაჯიქი, ამიტომ პირში წყალი ჩაიგუბე და დაემორჩილე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, რომ ესეთი აქციები მართულია, ესეთი აქციები დაორგანიზებულია მავნე ძალების თუ აგენტების მხრიდან და შენ ამაში მონაწილეობა არის მიიღო და თუ მიიღებ, შეიძლება ძალიან კარგადაც მოიქცე, მაგრამ მე თუ დამჭირდება, მაინც დაგიჭერ, მაინც ციხეში ჩაქვსავ. ამ მესიჯის გაგზავნა უნდა ჩემი შეფასებით სისტემას. ამიტომ ეს მესიჯი რო განამტკიცონ, მაშინ ეს ადამიანები აი ამ ლოგიკით უნდა გაამტყუნონ და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ მე ველოდები გამამტყუნებელ განაჩენს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული პასუხი რა მუხლით აქვთ წაყენებული თუ ვარაუდობთ რომ შეიძლება ეს იყოს სხვა მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი? აი ვეფხია კასტრაძის შემთხვევაში გადაკვალიფიცირება უბრალოდ რაზე უნდა მოხდეს ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვეფხია კასტრაძეს არ εδავებიან რომ პირადად მან ან რამენივთი ისროლა, ან ვიღაცას თუნდაც შეურაცხყოფა მიაყენ. ამას ან ვიღაცას არ დაემორჩილა, ამას ვეფხია კასტრაძეს არ εδავებიან. მას εδავებიან, რომ დააორგანიზა ძალადობრივი მოქმედებები. შესაბამისად, საქმეში როცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, აი რის საფუძველზე უნდა გადაკვალიფიცირდეს, როცა მინიშნებაც არ ყოფილა არც ბრალდებაში და არც საქმის განხილვის დროს, რომ რაიმე სახის სხვა თეორიულ დონეზე თუნდაც შეიძლება რაიმე სახის დანაშაული არსებობდეს, ჩემთვის როგორც იურისტისთვის გადაკვალიფიცირება არის წარმოუდგენელი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ამიტომ ვეფხია კასტრაძის შემთხვევაში მე ველოდები ორიდან ერთს, ან სრულად გამართლებას, ან გამტყუნებას. გამტყუნების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დაფიქსირება მინდა. მე იმ თავითვე ვსვამდი კითხვას პროკურატურის მისამართით, რომ ეუბნევით ადამიანს, რომ შენ ჩაიდინე ორგანიზებული ჯგუფის წევრი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი იყავი. პირველივე პროცესზე მე დავსი კითხვა, რომ დამისახელეთ იმ ჯგუფის წევრების სახელები და გვარები, რომელიც ჯგუფის ორგანიზატორიც იყო ვეფხია კასტრაძე. არც პირველ პროცესზე და არც ბოლო პროცესზე პროკურატურას კითხვაზე პასუხი არ ქონდა, ანუ ვინ იყვნენ იმ ჯგუფის წევრები, რომლის ორგანიზატორიც ვეფხია კასტრაძე იყო, ამაზე პასუხი ჩვენ არ აქვს და ვეფხია კასტრაძის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას რა მართსაწინააღმდეგო შედეგი მოხდა, ამაზეც პროკურატურას პასუხი არ აქვს. შესაბამისად, ამ ორიდან ერთ-ერთი ნიშანის არარსებობის შემთხვევაშიც კანონისთან ახლად უნდა გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი. მით უმეტეს, რომ არც ერთი ნიშანი, ანუ არც ორგანიზატორი, ასე ვთქვათ, არც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ვიცით ჩვენ და არც ის ვიცით რა მართსაწინააღმდეგო შედეგი მოხდა ამ ბრწყალებში დაორგანიზებულ ქმედებას. ამიტომ დანაშაული არც ერთ შემთხვევაში ჩვენ სახეზე არ აქვს. მაგრამ ნახოთ ახლა სპეციალურად არის კიდევ ერთხელ სრული პასუხისგებლობით, რომ რამოდენიმე ათეული მოწმე დავკითხეთ, არც ერთ ამ მოწმეს არ უთქვამს, რომ დაინახა, გაიგონა ან მოისმინა ვეფხია კასტრაძის სხვათა შორის რომელიმე სხვა ბრალდებულის რაიმე მართსაწინააღმდეგო ქმედება. ისინი ამბობდნენ, მაგრამ რა ნიშნით ხედავ მაშინ ეს ადამიანები ბრალდებულის კამზე, თუნდაც ვეფხია კასტრაძე, თუნდაც მასთან ერთად სხდომის სხვა ბრალდებულები, რა ნიშნით არიან ეს ადამიანები დღეს ბრალდებულები? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშანი, ცალსახად ამაში ორი აზრი არ არსებობს. პოლიტიკურ და მე სწორედ მაგას გავუსვი ხაზი, რომ ამ შემთხვევაში სისტემას უნდა გაუგზავნოს მესიჯი და პირველ რიგში არა ამ ადამიანებს ბრალდებულებს, არამედ საზოგადოების დანარჩენ წევრებს, რომლებიც აქციაზე დადიოდნენ, ან დადიან, ან მომავალში გაუჩნდებათ სურვილი, რომ იარონ. რომ შენ თუ არ მოიქცევ ისე როგორც მე მინდა, მაშინ შენ შეიძლება ვერ დაგიმტკიცო დანაშაული, მაგრამ მაინც ციხეში ჩაქვსავ. აი ეს არის მესიჯი, რისი გაგზავნაც უნდა საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ნიშანი მხოლოდ ეს არის, იმიტომ რომ სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. პოლიციელები, რომლებიც ჩვენ პროცესზე დავკითხეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ რომელიმე ბრალდებულს იცნობ და რომელიმე ბრალდებული დაინახა, რომელიმე ბრალდებული ამოიცნო, რომელიმე ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, არც ერთი
უბრალოდ ამბობენ, აი მაგალითად დაზარალებული პოლიციელი მოვიდა და ამბობს, რომ მე აქციაზე ვიყავი და მივიღე ესა და ეს დაზიანება. მაგრამ ისინი იმას ვერ ამბობენ, ვინ დააზიანა, გამიგეთ? ვინ დააზიანა და ეს იურიდიულად იმდენად ელემენტარული რაღაცა, როცა ადამიანს პროკურატურა აბრალებს, რომ ვიღაცა დააზიანა, იმ ვიღაცამ უნდა ამოიცნოს, იმ ვიღაცამ უნდა დაადასტუროს, რომ აი მე რო ქვა მომხვდა, ზუსტად აი ამ კონკრეტული ადამიანის ნასტროლი ქვა მომხვდა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იცით რა დავინახეთ? რამდენიმე საქმეზე ერთი და იგივე მოწმეები იყვნენ. მაგალითად, პოლიციელი, რომელსაც მოხდა ერთი ქვა, ორ სხვადასხვა საქმეზე იყო დაზარალებული. შეიძლება რომ ერთი ქვა ორმა სხვადასხვა ადამიანმა ისროლოს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ლოგიკურად არის ეს შეუძლებელი, ხო? მაგრამ ესეთი მოწმეები ჩვენ არა ერთი ვნახეთ. ორ სხვადასხვა საქმეზე ერთი და იგივე მოწმე, რომელსაც ერთი ქვა მოხდა, ან ერთი დაზიანება მიიღო, მაგრამ სხვადასხვა საქმეზე არიან დაზარალებლად ცნობილი. მე აი ამ ჩემს 20 წლიან პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არ მსმენია არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომ ერთი ადამიანი ერთი დაზიანებით ორ სხვადასხვა საქმეზე იყოს დაზარალებული. ეგეთი რა რამე იურიდიულადაც და უბრალოდ ადამიანური ლოგიკითაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი რომ არსებობდეს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხედავთ რომ ეს მოცემულობა. თუ კი დარჩა დღეს ვინმე, ვინც არ იცის ამ ადამიანების შესახებ, არ იცის ვეფხია კასრაძის შესახებ მაგალითად, უთხარით მოდით მაშინ საზოგადოებას, ვინ არის ვეფხია კასრაძე? კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. ვეფხია კასრაძე არის ადამიანი, რომელმაც თავის სიცოცხლე მიუძღვნა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ის ჩაერთო ამ სიტყვის სრული გაგებით ქვეყნის თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლაში, თითქმის ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ წარმოიშვა, ამ ადამიანს მონაწილეობა აქვს მიღებული, არის ომის ვეტერანი, არის გულანთებული ქართველი, 5 შვილის მამა და მიზანმიმართულად ცხოვრობს და ამაგრებს საოკუპაციო ხაზს, ცხოვრობს სოფელ ერგნეთში თავის შვილებთან ერთად. და ის როგორ შეიძლება წავიდეს თავისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან დააორგანიზოს თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ რაიმე ქმედება, როცა ამ ქვეყნის ძლიერებას და თავისუფლებას თავის სიცოცხლე მიუძღვნა. მე პროცესზე განვაცხადე, რომ არც ვეფხია კასრაძე და არც ეს ადამიანები ბრალდებულები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და მე მქონდა პატივი, რომ ეს ადამიანები გამეცნოდა, მქონოდა მათთან ურთიერთობა, თავს რა თქმა უნდა დამნაშავებად არ მიიჩნევენ და თქვენ ხედავთ ის ღიმილიანი გამარჯვებული სახეები, რომლებსაც ამ ადამიანებს აქვთ. ამ ადამიანების შეშინება 6 წლიანი, 4 წლიანი თვას შემდეგ განაჩენებით არის შეუძლებელი. ეს ადამიანები, მე პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არიან გამარჯვებულები იმ გაგებით, რომ ისინი საზოგადოების უდიდესი ნაწილის თვალში არიან მართლები და ამათ მიაღწიეს თავიანთი ბრძოლით ამ შედეგს მიაღწიეს და კითხვაც დავსვი იქ, ასე ვთქვათ, რიტორიკული, ჩემი აზრი უთხარი, მოსამართლეს რატო დაარქვა საზოგადოებამ ამ ადამიანებს სინდისის პატიმრები. სინდისის პატიმრები დაარქვა ჩემი გაგებით, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში არის მძიმე სიტუაცია და როდესაც ადამიანის უფლებები ესე მუდმივად ყოველდღიურად ილახებოდა, ამ დროს ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულება, რომ ამას გაუწიოს წინააღმდეგობა. და სწორედ ამ წინააღმდეგობას შეეწირნენ, ასე ვთქვათ, შეეწირნენ იმ გაგებით, რომ მათი თავისუფლება შეიძლება რამდენიმე წლით აღმოჩნდეს ციხეში დატყვევებული, ხო? თორემ სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები არიან გამარჯვებულები, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის მათ სიმართლეში დარწმუნებული, ყველა ჟურნალისტი, ვინც ესწრებოდა პროცესს და დარწმუნებულია, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამ ადამიანების გასამტყუნებლად შესაბამისად. მადლობა. უკვე ტექნიკის საკითხია მოსამართლის განაჩენში რა დაიწერება. მე კიდევ ერთხელ მინდა მქონდეს თუნდაც მცირე იმედი, რომ ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი და უსურებ მოსამართლეს, რომ მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება. ეს პირველ რიგში მისთვის იქნება კარგი და მე ამ ადამიანებისთვის, ამ ვაჟკაცებისთვის და რა ვიცი, დავალოდოთ მომდენო კვირა როგორ ჩაივლის. 2 სექტემბერს ის ისარგებლებს დასკვნითი სიტყვით, სწორად გვაქვს ინფორმაცია?
არა 2 სექტემბერს მხოლოდ განაჩენი გამოცხადება სიტყვების საბოლოოდ უკვე ამოწურულია საბოლოოდ მიმართვის ეტაპი. უბრალოდ მივალთ და მოვისმენთ განაჩენის შინაარსი რა იქნება.